ვწმენდი და მაინც ძალიან ბევრი დარჩა დასასუფთავებელი. აუ, ძალიან დამღალი სამ თინეიჯერებმა. რამდენი გასაწმენდი მაქვს მაგათ გამო, რა ღორები არიან. არა, თან თავიანთი ფეხებით ასე აკეთებენ. დედა ჩემმა მითხრა. ისწავლე, თორემ დამლაგებელი გამოხვალ. უნდა დამეჯერებინა მისთვის რა. დეიდა ზინა ალაგებს. მოიცადეთ მეათეჯი? დეიდა ზინა, კამფეტი გინდათ? გილოცავთ ახალ წელს, დეიდა ზინა. რასულელები ხართ, ვერც კი მღერით ახალი წლის სიმღერას. დეიდა ზინა, ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, მეცხრეა იყო. ხო, დიანა მოვიდა და ესე გააკეთა. შემომხედე, საერთოდ არ მადარდებს ვინ გააკეთა, მაგრამ თუ კიდევ დავინახავ ამ სკოლაში ჭურჭს, თქვენით გავწმენთ და არა ამ ცოცხით. გასაგებია? რა? არ მესმის, გასაგებია თქო? ბავშვებო, დეიდა ზინა არ არის კარხასიაძე, მოდი წავიდეთ, იჩქარეთ. ხო, გასაგებია, აღარ გავაკეთებთ. ჰეი, გოგოებო. რა? ფოტოების გაკრობა დაგვაუწყდა. დეიდა ზინა, ხო მიცით როგორ გუყარხართ? შეგიძლიათ ჩემი ჩანთა მომიტანოთ, დერეფანში დამავიწყდა და ჩემი სპორტის დასაცმელი იქ მიდევს, არ მინდა რომ კიდე დავანაგვიანო აქაურობა. ძალიან დამღალეთ. მე ოდესმე ვიმუშავებ ლამაზი სალონში და თქვენით მოგიწევთ აქ წმენდა. კარგი მომიტანო. Yes, იჩქარეთ. მარიუსა, შენ უყურე. კოსტას ასლი. დიმა, სიმპათიური ხუჭუჭა ბიჭი. და დიანა, მაიმუნი ვარსკვლავი. არტემი, ინდოელი. ჯული, მელოდი, ჯიჯი, ფერადი. იჩქარე ზინა მოდის. აი, მორჩა, მეცხრეა ნახავს ამ სურათებს და ხასიათი გაუხუჭდებათ მთელი დღის მანძილზე. აქ არ არის არანაირი სპორტის დასაცმელი. დეიდა ზინა მოაწყვეთ, არა? ეს რა არის? მეცხრეა დაუხატავთ. მეათეჯი, არ თქვათ რომ არ გაგაფრთხილეთ. მართლა უნდა მესწავლა სკოლაში. ძალიან დამღალა მეათეჯი. გამარჯობა დეიდა ზინა. ჩვენ დავალაგეთ აქაურობა, ხო და კევებიც გადავაგეთ. სკოლა სუფთა იქნება. კი და მოსწრიგებული. დეიდა ზინა, რა მოხდა? მეათეჯი მიშლის ნერვებს. თან ძალიან. მართლა კედლებს უქნეს ის რაღაც ფეხებით? დეიდა ზინა, თუ გინდა შეგვიძლია სკოლის მერე ვცემოთ. ხო, სიმართლე რომ თქვათ, ჩვენც ძალიან დაგღალეს. სხვათა შორის დაგხატეს. აი, სკოლაში გააკრეს. არ მესმის, ეს მე ვარ? და მეც აქ ვარ? კი, ყველა დაგხატეს. აი, არა, დეიდა ზინა, ამას შეხედეთ. კოსტია, შეხედე როგორ დაგხატეს. დიმა, შენ გავხარ ამას. ვაიმე, დიანა, მის ყურებს შეხედეთ. უბრალოდ სცადა ვიღაცა. არტემ, მეცხრე, როგორც ინდოელი. ჯული. შენ, ვაიმე, ბატონები გაქვს. რა? უაშები, ვინდა მიხატა? და მე? რატომ აქვს ჩალურჯება თვალის ქვეშ? მე არ დამხატეს, კიდევ კარგი. ნასტია, შენ პირველ სართულზე უნდა ჩაიხედო, იქაც გააკრეს. რა, მე მგონი განსაკუთრებული პორტრეტია. რა, მეათეჯი, დამაცადეთ. დეიდა ზინა, დაგეხმაროთ? ხო, გითხარით, ხო, კევებს გადავყრით. ყველა მტვერს მოწმო, ყველა სართულზე, საპირფარეშოებს. ბავშვებო, ძალიან მიყვარხართ, ჩემი საყვარელი კლასი ხარ. აუცილებლად დაგეხმარებით. მიდი დეიდა ზინა, ადექი და გააგრძელე ლაგება. რა ლამაზია, რა მშვენიერია. გამარჯობა დეიდა ზინა, დაიწყო გაკვეთილი, დარეკა უკვე ზარმა? დიანა, ეს შენ ხარ? მეცხრეადან? კი, დეიდა ზინა, მე ვარ, დიანა მეცხრეადან. ვერ მხედავ? ხო, დარეკა ზარმა? მაინტერესებს. დიანა, შენ რა კეთილი და ლამაზი გოგო იყავი. და ეს აქ რა არის? რა გჭირს? დეიდა ზინა, რა არის? სათვალე დაგერო თქვათ? ეს ჩემი ტუჩებია, არიცით რომ ახლა ასეთია მოდაში? დიანა, მეათეჯიმ დაგხატა. თან ძალიან მსგავსი როგორც ახლა ხარ. ხო, დეიდა ზინა, მე არ მადარდებს მეათეჯი. ისინი ვერც კი შემედრებიან. აბა, დარეკა ზარმა? კი, დარეკა.
გასაგებია. და სხვათა შორის დეიდა ზინა. არ შეგშურდეთ. შური არ არის კარგი. რა საინტერესოა, რა უქნა ნეტა თავის ტუჩებს. მოდი ამ გოგოს ფოტო დავალაიქოთ. დიმა თუ კრისტინა მოგწერს უთხარი რომ მე დავალაიქე. გონი ჯობია კომენტარი დაუწეროთ. ერთიან ბიჭებს შეხედე რა. დიმა, დიანა მიცის რომ შენ სხვა გოგოების ფოტოებს ალაიქებ? რა თქმა უნდა არ იცის. დიმა, როდიდან მოგწონს ესეთი გოგოები? რომ იცოდით ბიჭებო ბუნებრივი სილამაზე ყოველთვის მოდაშია. დიმა ვერ ვიჯერებ, როცა დიანა ახლოსა, არავინ არ მოგწონს. ხო, ამ სიტუაციას გამოვასწორებ, როცა დიანა მოვა და ყველაფერს ვეთქვი. გოგოებო, შეწყვეტეთ ჩემი სწავლება, რაც მინდა ის მომწონს. დიმას მოწონს ახლა, მაგრამ როცა დიანა მოვა, წაშლის ყველაფერს. დიმა, მიდი, ჩვენ არავინ გვიპასუხებს, ფიქრობენ რომ ლუზერები ვართ. არტემ დიანა ყოველთვის ამოწმებს ჩემ ტელეფონს. ჯობია ლუზერი იყო, ვიდრე დიანა მოგცემოს. გოგოებო, ესენი ბიჭები კი არა, ლუზერები არიან. გეთანხმები, ამიტომაც იწონებენ სხვების ფოტოებს. მოდი, ჯერ თქვენ თავს შეხედეთ. ხო, ყველაზე ლამაზ გოგოები. თქვენ აი ასე დადიხართ სკოლაში და ფოტოებს აი ასე იღებთ. რა? გოგოებო, არ არის საჭირო რომ ამათ ველაპარაკოთ. გამარჯობა, ბავშვებო, შეხედეთ. მე მგონი დიანა ის გახდა ბიჭებს რომ მოწონთ. ხო, ვაიმე, ჯანდაბა. დიმა, ეს მოიწონა. არა, კოსტა, არ ვიზამ, აღარ მინდა მეტი გოგო ინსტაგრამზე. დიანა, გამარჯობა. ბიჭებო, რამე სხვანაირს ვერ ამჩნევთ? კი, შევამჩნიეთ. დიანა, გოგოს გავხარ ვისი ფოტოც დიმამ ინსტაგრამზე დაალაიქე. მისმინი არტემ მხოლოდ დიანას ფოტოებს ვალაიქებ. დიანა, მე მგონი მეათეჯიმ პირველმა შეამჩნია შენი ცვლილებები. ნასტია, რომელმა მეათეჯიმ? მათ არ შეხვედრილ ვარ ჯერ. არ შეხვედრილ ხარ არა? კარგი. აბა ამ სურათს როგორ ახსნი? ნასტია, დიანას ტუჩებს რა ჭირს? ჯული, მე მგონი გაიდიდა თავის ტუჩები. რა, ნეტამის მშობლებმა თუ იციან. მისმინე ჯიჯი მეათეჯი არ მადარდებს. ბიჭებო, დატოვეთ ჩემი მაგიდა. რა თქმა უნდა. არ მესმის ყველა რატომ ადეკით? ეს ხომ ჩემი მაგიდაა. დიანა, ძალიან შეიცვალე. გოგოებს გავხარ ინსტაგრამიდან. დიმა, მე ერთადერთი ვარ. მოიცა, შენ რა, ჩემი ფოტოების გარდა სხვა გოგოების ფოტოებსაც ალაიქებ ინსტაგრამზე? არა, რა თქმა უნდა. ბიჭებო, ხომ გითხარით? ბუნებრივი სილამაზე ყოველთვის მოდაშია. კი, გეთანხმები ჯული. ხო, ახლა დიანა ცოტა საზიზღრად გამოიყურება. მომისმინე ჯიჯი თუ არ მოგწონს, ნუ მიყურებ და სხვათა შორის მე თქვენი მეგობარი აღარ ვარ. გოგოები, რომლებიც ბუნებრივად ლამაზები არიან. მართალია დიანა, მე მხარს გიჭერ. ხო, ბუნებრივი სილამაზე აღარაა ტრენდული. დიანა, იცი რა, ამ ბოლო დროს ცუდი გახდი. ხო, თქვენც ბიჭებო, ყველაფერი იმას აკეთებთ, რასაც დიანა გეუბნებათ. ხო, დედა თქვენებისთვის უხვარ. რა უცნაურია, დედა ჩემიც იმას მეუბნება, რომ ცუდი გავხდი, მაგრამ სხვათა შორის არა. უბრალოდ ახალ ტრენდებს ავყევი, სხვა არაფერი. ახალი ტრენდები. ვა, დიმა მოტყუდა და ალაიქა. დიანას უნდა გაუგზავნოთ სკრინი აუცილებლად. დიმას შეხედეთ, მე დიანა მიყვარს, მაგრამ სხვა გოგოების ფოტოებს ალაიქებს. ხო, აი ასეთი გოგოების. არ უნდა შეურაცხოთ დიანა, ის გაბრაზდება. მას დიმა ძალიან უყვარს. ბავშვებო, მე მგონი დიანამ სიმართლე უნდა იცოდეს. ხო, და რომ აღარ იფიქროს, რომ მის მსოფლიოა და რომ დიმას შეუძლია სხვა გოგოების ფოტოების მოიწონოს, არა მარტო ჩვენ უნდა მაგის. გავაგზავნოთ? აბა დიანა, დიმამ დღეს 40 გოგოს ფოტო დაალაიქა. სხვათა შორის დღეს ახალი ფოტო დავდე ინსტაგრამზე ჩემი ახალი ტუჩებით და 1000-ობით ლაიქი აქვს უკვე. მილიონი. დიმა, სად წავიდა დიანა? არ ვიცი, ალბათ პომადის წასასმე. ის გაბრაზებული წავიდა. შეიძლება რაღაც მოხდა. მეათეჯის რეაქციები საინტერესო იქნება, როცა დიანას დაინახავენ. ხო, ნეტა რისთვის გაიდიდა მისი ტუჩები? არ ვიცი. მე მგონი დიანამ ნახა ჩვენი მესიჯი. ხო, იცოდეს ვინ მოსწონს დიმას. ხო, ისედაც გაიგებდა, ერთ სკოლაში ვსწავლობთ. გოგოებო, ამას ხედავთ? ტირის. მე მგონი ტუჩები იტკინა. კარგი, დაიგნორეთ, არ მიხვიდეთ, არ შეეხოთ. ხო, არ უნდა დავცინოთ. ო, დიანა ტირი. დიანა, არ უნდა იტირო, ხომ იცი რომ ბუნებრივი სილამაზე ყოველთვის მოდაშია. ვინმე გაწყენინა?
გოგოებო, სიმართლეს გეტყვით. სინამდვილეში არ გამიდიდებია ტუჩები. აი, ნახეთ. უბრალოდ დავიხატე. ნამდვილი არ არის. გოგოებო, შეხედეთ, ჩვენნაირი ტუჩები აქვს. დიანა, ტუჩები დაიხატე, მაგრამ რატომ? არ მესმის არაფერი. მე მგონი ჩვენ გამოარტირის. რაღაც სხვა მოხდა. მოგუსმენთ. კარგით, გოგოებო, ყველაფერს გეტყვით. დიანა, ყველაფერი გითხარი. ხო. მიდი განაგრძე. გოგოებო, 2 დღის წინ შევამჩნიე, რომ დიმას სხვა გოგოების პოსტებს ალაიქებდა ინსტაგრამზე. გოგოებო, ეს გაიგეთ, უკვე 2 დღეა იცის. ხო, მოიცადე, მოვუსმინოთ შემდეგ რა სიტყვის. ხო, მან დაიწყო დალაიქება სხვა გოგოების ინსტაგრამის პოსტების და არ მესმის. იქნებ ჩემზე ლამაზები არიან, მაგრამ მეც ხომ ლამაზი ვარ. და რატომ არიან ჩემზე უკეთესები? რითი არიან ჩემზე უკეთესები? და უბრალოდ ძალიან დიდი ტუჩები აქვთ. გაიგეთ? ჩემ ძმას დიდი ტუჩებიანი გოგოები მოწონს. დიანა, ამის გამო გაიდიდე ტუჩები? რა გინდა რომ დიმას შენ მოწონდე და მხოლოდ შენ პოსტებს იწონებდეს? დიანა, შენ ისედაც ყველაზე ლამაზი ხარ, არ გჭირდება ამ ხელა ტუჩები. ხო, დიანა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ხელა ტუჩები არ გაქვს და უბრალოდ პომადა იყო. ბავშვებო, ერთი რაღაც გავიაზრე. აუცილებლად თქვენი თავი უნდა იყოთ და არაფერი არ უნდა შეცვალოთ. ახლა საერთოდ არ მადარდებს ვინ მოწონს დიმას, რაც უნდა ისუქნია საერთოდ. საერთოდ აღარ მადარდებს. ამიტომ თქვენი თავები იყავით და გიყვარდეთ თქვენი თავი, როგორიც ხართ. კი, მართალია. გაიგეთ, აღარ ადარდებს ვინ მოწონს დიმას. ძალიან კარგი, ხო და ახლა მე მოვეწონები. გოგოებო, აღარა საკმარისი? პატრიკ, რა ვერ გაიგე, ჩვენ ყველა უნდა წავიდეთ ამერიკულ ბანაკში. ხო, ჩვენ ვართ ბანდა და უნდა დავამტკიცოთ, რომ ყველაზე ძლიერები ვართ. ბიჭებო, მიდით ჩაიკუზე. გოგოებო, იცოდით ამერიკულ ფეხბურთში მთავარი ბუქნების გაკეთება. მისმინეთ, მთავარია სწრაფად ირბინო. ბიჭებო, ბუქნები გააკეთეთ და ნაკლები ლაპარაკი, აუცილებლად შეგვამოწმებენ, სანამ ბანაკში გაგუშვებენ. ხო, გაიგეთ, რომ მხოლოდ ყველაზე ძლიერი წავა? კოსტია, ორჯერ მეტი ბუქნი უნდა გააკეთო. მე 10 ჯიშს შეხედე, როგორ ვარჯიშობენ. მიდი, იმუშავე. ამ ლუზერებს შეხედეთ. ჩვენი პატრიკი აუცილებლად დაამარცხებს. და შემდეგ მაიამიში წავალთ ბანაკში. ხო, და ჩვენ მზეზე ვიქნებით და გავთმებით, სანამ ესენი აქ იქნებიან გაჭედილები. ხო, გუნდებს გააკეთებენ. გოგოებო, უბრალოდ შეხედეთ. მე მგონი ძალიან უნდათ ამ ამერიკულ ბანაკში წასვლა. არ უნდა დავნებდეთ არავითარ შემთხვევაში და სამედიცინო შემოწმებაში 100% უნდა ავიღოთ. ხო, უნდა დავამტკიცოთ, რომ ყველაზე ჯანმრთელები ვართ. გოგოებო, აუცილებლად გავივლით შემოწმებას, ჩვენ ჯანმრთელები ვართ. კი, ჯანმრთელები ვართ. დიმა, არ გაჩერდე, უკვე 133 ბუქნი გავაკეთე. მეგობრებო, ექიმები მოდიან, რიგში მოეწყოთ. რა? რა? ექიმები? მე პირველი ვარ, არა მე. მე ვარ პირველი, მე შემოვწმეთ. მე ვარ პირველი, გაიწიე. მე ვარ პირველი. ექიმო ფაუსტ, მობრძანდით. დიახ, ექიმო გოეთ, ოფისში შევიდეთ. მე ვარ პირველი, მე ვარ პირველი. გამატარეთ პირველი ვარ. სტუდენტებო, გაჩუნდით. ორ-ორი შემოდით. კარგი, პირველები ჩვენ შევდივართ, მე-9-ა. არა, ჩვენ უფროსები ვართ. ხო და მე უმცროსებს უნდა დაუთმოთ. არა, მისმინეთ, ერთი ადამიანი შევა მე 10-ჯიდან, მეორე მე-9-ადან. კარგით, გასაგებია? კი, იანა, წამო, წავიდეთ. კარგით, ექიმო გოეთ, ვინ არის პირველი ჩვენ სიაში? ბონდარენკო, იანა მე 10-ჯიდან და ზაიცევა დიანა მე-9-ადან. გასაგებია, შემოუშვით. კარგით, ექიმო ფაუსტ. ბონდარენკო, ზაიცევა, შემოდით. მე ბონდარენკო ვარ, მე ზაიცევა. კარგი, ჯერ კარი დახურეთ, ლიფტში კი არ ვართ. მე ვარ პირველი. ხო, კარგი. კარგი, ზაიცევა და ბონდარენკო, გისმენთ, რა გაწუხებთ? იცით რატომ ვართ აქ თქვენ სკოლაში? კი, რა თქმა უნდა, ვიცით. ხო, გინდათ რომ ჩვენ ამერიკულ ბანაკში წაგვიყვანოთ. კი, ყველაზე მაგრებს აუცილებლად მე 10-ჯის აირჩევთ. არა, რატომ თქვენ? ჩვენ უკეთესები ვართ. ჩვენ მე-9-ას აგვირჩევენ. ჩვენ უკეთესები ვართ. არა. ჩუმად, ჩვენ მაინც ყველაფერს შევამოწმებთ. რომელია ბონდარენკო, დაჯექით. ასაკი 15. არა, 16 უნდა მეთქვა. კარგი. გააღეთ თქვენი პირი და თქვით ჯანდაბა, ვაიმე, რას უკეთებს? ექიმო გოეთე, ყველაფერი ნორმალურადაა. კარგი ბონდარენკო, შენი სიმაღლე და წონა.
სიმაღლე 172 სანტიმეტრი, წონა 42 კილოგრამი. რა? ტყუილს არ ამბობთ? კარგით, ადექით მე გაგზავნოთ. კარგი. არა. გაასწორეთ თქვენი ზურგი. კარგი, 159 და 6 სანტიმეტრი. ექი მოგვეთ, ჩაიწერეთ? რა თქმა უნდა, ექიმო ფაუსტ, დავწერე. ჯანდაბა, ეს ექიმები რა უცნაურები არიან. კარგი, ახლა კი 20 ბუქნი გააკეთეთ, რომ თქვენი პულსი გავუზომოთ. კარგი. არ უნდა გეთქვა, რომ 20 ბუქნი გაგეკეთებინა, ახლა დაეცემა და ვეღარ ადგება. 11 დიანა, რატომ ამბობ ასე? შენ სამსაც ვერ აკეთებ. 12. ვერა, კარგი, მე შემიძლია 20 ბუქნის გაკეთება ადვილად. აი ასე მიყურე? 1 2 3 4 დიანა, შეწყვიტეახლავე. ნუ გეშინია, შენი ჯერიც მალე მოვა. კარგი, 20, მოდი გავუზომოთ პულსი. 150, საშინელებაა. ბავშვებო, კარგი დიანა, შენ ხარ შემდეგი. Yes, Jana, წააგე. რა არის შენი სახელი? ჩემი სახელია დიანა, მე ძალიან დიდი შანსი მაქვს რომ ამერიკულ ბანაკში წავიდე, იმიტომ რომ ვარ გამხდარი, ფიტნეს ვაკეთებ, ცეკვავ, ცურავ და ვხატავ კიდევაც. კარგი, მოდი შევამოწმოთ შენი სიმაღლე და წონა. მითხარი? სიმაღლე 150, წონა 48. ექიმო ფაუსტ, დარწმუნებული ხართ რომ აქ ავარჩევთ ყველაზე ჯანმრთელ ბავშვებს? ექი მოგვეთ, მე მითხრეს რომ აქ ყველაზე ჯანმრთელი სტუდენტები არიან ჩერლდინგისთვის და ამერიკული ფეხბურთისთვის. კი, ყველაზე კარგები მე-9-ში არიან. კარგი, გეყოფა ლაპარაკი, ტემპერატურა გაიზომე. დიანა, ახლა ვნახავთ როგორი ლუზერებიც ხართ სინამდვილეში. ზაიცევა, ოდეს მე ჩუტყვავილა ან წითელა ხომ არ ქონიათ? არა, არასდროს? გაუქვს ყველა აცრე გაკეთებული. კი. კარგი, მომეცი თერმომეტრი. კარგი, 37 და 6. ეხლა დავიწყეთ გამოკვლევა და უკვე მაღალი ტემპერატურა გვაქვს. გააღე პირი და თქვი ა. კარგი, ჯობია კბილები უკეთესად გაიხეხო. რას გულისხმობ? დილა საღამოს ვიხეხავ კბილებს, ზოგჯერ შუა დღისითაც კი. არ დაუჯეროთ, ძალიან ბევრ შოკოლადს ჭამს. ექიმო, რა არის შემდეგი? აბა ბუქნები? არა, აჯიმანიები. აჯიმანიები, კარგი, მაგრამ ისე გავაკეთებ როგორც გოგო. ზაიცევა, ნუ მაიმუნობ, 50 ჯერ გააკეთე. რა? კარგი. 1 2 3 ექიმო, დათვლაც არ მოგიწევთ, 4-საც ვერ გააკეთებს. კი, გავაკეთებ 4. ექიმო ფაუსტ, მე მგონი საკმარისია. სულ ესაა, საკმარისია, შემდეგი შემოვიდეს. აბა, მივდივარ? არა, მე მივდივარ. გოგოებო, დამშვიდით, არც ერთი არ მიდიხართ. შემდეგი. ჯანდაბა. ძალიან მკაცრი ექიმები არიან. კი, მკაცრები არიან. მარუსა, შენ იქნები შემდეგი. არა, პატრიკ, შენ შედი. გეშინია? დიანა, როგორი იყო? მოგვიყევი, დიანა, როგორი იყო? საშინელება იყო. ბავშვებო, მე მგონი ამერიკულ ბანაკში წასვლა ძალიან რთული იქნება. მოდი, მოვუსმინოთ შეგნით რა ხდება. არტემ, ჩვენ აუცილებლად უნდა შევემოწმოთ. ხო, დიმა, მართლა მინდა ამერიკული ფეხბურთის ჯგუფში. ბავშვებო, მინდა რომ ჩირლიდერი გავხდე. ჯული, თუ სალტოს ვერ აკეთებ ჰაერში, ვერ გახდები ჩირლიდერი. მარიუსა, ჯულის არა, მაგრამ მე შემიძლია სამაგი სალტოს გაკეთება. ბავშვებო, მოდით კოსტიას უბალეშიკოთ, ძალიან ნერვიულობ. გოგოებო, ჩვენი პატრიკი ყველაფერს გამოასწორებს, ის ძალიან ძლიერია. ხო, და მე ბოლოს შევალ და მეათეჯი აუცილებლად წავა ამერიკულ ბანაკში. ხოლო თქვენ ოცნებებში. ესე იგი, ბაბუშკინი არის 15-ის და პეტროვიც 15-ის. ექიმო გოეთ, მართლა 15 წლის არიან? ექიმო ფაუსტ, ხომ გეუბნებით? ბაბუშკინს და პეტროვიც 15 წლისები არიან. ახლა რა სელდებით? გააკეთეთ, რასაც ექიმი გეუბნებათ. პატრიკ, რა უნდა გავაკეთოთ? დამანებე თავი, ჩემი კონკურენტი ხარ. კონკურენტი? გეუბნები ვერ გახდები ფეხბურთის მოთამაშე. კარგით ბიჭებო, 20 აჯიმანია გააკეთეთახლავე, მე დავითვლი. კარგი. 1 2 3 4 5 არ მომწონს ეს ბიჭი, ნაცრისფერი სვიტრი რომაცვია. დიახ, ექიმო, ის არაა შესაფერისი. ამას რომელიც შესაფერისი ამბობს. კარგით, საკმარისია 20, მოდით ჩემთან პულს გაგიზომოთ. წითელა ან შუტყვავილა ხომ არ ქონიათ? და ყველა აცრა გაკეთებული გაქვთ? არ გქონია ეს დაავადებები, ჩვენ ყველა აცრა გავიკეთეთ. კარგით, ექიმო გოეთ, პეტროვი 91. ბაბუშკინ, აქ ხარ, ბაბუშკინ. აჰა, აქ ვარ, კი. ბაბუშკინ, რა გქვია? კოსტა, პატრიკ, რა გჭირს ბანაკში ჩემს მაგივრად გინდა წასვლა. ღმერთო,
ღმერთო ჩემო ეს ბავშვები. ხედავთ ამას ექიმა, მაკდონალდსი ყველგანა. ახლა თქვით კარგი, პეტროვი ნორმალურია. ბაბუშკინაც ასევე ნორმალურია. კარგით ბიჭებო, სიმაღლე და წონა. ზომა 180 და წონა 65. ძალიან კარგი ბაბუშკინ. ზომა 180, წონა 180. პეტროვ, შენ წონაში უნდა დაიკლო. ექიმო ფაუსტ, მოდით ამაზე დრო არ დავხარჯოთ. შემდეგი. რა სავალდებით? შემდეგი. ჩემი აზრით მე კარგი ვარ. აჰა, რა თქმა უნდა, შენი წონა 180-ია, არ აგირჩევენ. კარგი ხო, წავედით. კოსტია, როგორი იყო? აბა პატრიკ, შეგამოწმეს? ექიმი ძალიან უცნაური. გეუბნება რომ ახტეირბინო და აცრებზე გეკითხება. ო არა, ბოლოაც რა არ გამიკეთებია. გაიგე იანა, ამ ეთერის ძალიან მცირე შანსები აქვს. ჩვენ სამაგიეროდ მარიუს აკვავს, ის თქვენი არტემივით კი არ არის, როდესაც ექთანი სულს შეუბერავს, კი არ წაიქცევა. მაგასაც ვნახავთ, ჯერ ჩემი დიმა არ შესულა ექიმთან. ექიმო გოეთ, ვინაა შემდეგი? პოჩაპსკაია და რაკეტენკო. კარგი, შემოდით პოჩენსკაია და რაკეტენკო. შემიშვი არა, მე ვარ პირველი. დამშვიდდით. როგორი დაცვა ფეხბურთისთვის? საერთოდ არ მესმის. ამდენს როგორ ბედავთ ექიმის კაბინეტში. 20 ბუქნი. ახლავე. ჯული, ჯერ შენ, არა შენ. მოიცადე უმცროს უთმობ, მიდი. მარიუსა სილამაზეზე წინ ასაკი დგას. ჩემი აზრით ესენი არ გააკეთებენ ბუქნებს. აბა თქვით ადვილია. პოჩაპსკაია, შენი ყელი კარგადაა. რაკეტენკო, შენ კი მგონი შეგიძლია ატარო შარფი. კი, გავიკეთებ. ხედავ, აგებ. ახლა კი თქვენი სიმაღლე და წონა. მიდით დადეგით კედელთან. კარგი, ახლავე. მე უფრო მაღალი ვარ. არა, მე უფრო მაღალი ვარ. მარიუსა, დარწმუნებული ხარ შენ სიმაღლეში? ექიმო, ჩაიწერე, ორივეს წონა 250 კილო. 250 კილოგრამი ორივეზე, გოგოებო, საერთოდ არ ხართ გამხდარი. კარგით, ახლა სიმაღლე. კარგი. რაკეტენკო არის 1 მეტრი და 74. ჩაიწერე? კი, ბავშვებო. სულ ეს იყო? ჯული, ახლა დავიწყეთ. ექიმო, იცოდით რომ ჯული ბევრ ტკბილეულს ჭამს? მარიუსა. დიახ, ხედავ რომ ის ზედმეტად ბევრ ტკბილეულს ჭამს. იცით რომ მარიუსა სულ სწრაფი კვებით იკვებება? ჯული სპორტს არ აკეთებს არანაირს. მარიუსა 24 შვიდზე კომპიუტერის თამაშობს. კარგი, გასაგებია. ექიმო, შემდეგებს დაუძახე. მარიუსა, არ გაპატიებ. ჯული, ეს ყველაფერი შენ დაიწყე. ჯანდაბა, ჯული ვერ ჩააბარე. უთხარი მაგას, ჯული, ნუ ჭამს სწრაფკვებას. საშინელება. მე 50 ბუქს და აჯიმანიას ვაკეთებ. მე 1500 ბუქნის გაკეთება შემიძლია, მაგრამ ექიმთან მხოლოდ 19 გავაკეთე. იანა, და მე რა გავაკეთო? ბოლოაც რა არ გამიკეთებია? დეილა, უთხარ რომ გაიკეთე. აუცილებლად უნდა წავიდეთ ამ ბანაკში. ჩუმად იყავით, მარუსა და ჯული მოდიან. ბონდარენკოს და ლიზუნენკოს ეძახიან. არანაირი შანსი არ გვაქვს. არტემ, გაიგონე, ერთად მივდივართ. ხო, მაგრამ დიმა უნდა იცოდე, საუკეთესო ვარ. წავედით. მიდი დიმა, წარმატებები, შენ ნამდვილი ფეხბურთელი ხარ, უთხარი. არტემ, შენც უთხარი რომ ფეხბურთელი ხარ. მიდი. კარგი, ბონდარენკო. და ლიზუნენკო. მე ვარ ბონდარენკო, ეს ლიზუნენკოა. კარგი, გასაგებია, მოდით ექიმთან. რას აკეთებთ? ჯერ პულსი უნდა შეგიმოწმო. კარგი, ბონდარენკო, ეს ცუდია. ბონდარენკო, შენი პულსი ის ძალიან სუსტია. სუსტი რატომ უნდა იყოს? ლიზუნენკო, ადრენალინია ყველაზე მთავარი. დიმა, გასაგებია, მე ვიქნები შემტევი. ექიმო, ახლა სიმაღლე, წონა და ვარჯიშის სტრესი უნდა გავდუმოთ. ისინი შესაფერისი სტუდენტები არიან. აშკარაა სპორტი შეუძლია. დიახ, მე შემტევი ვარ. მე კი ნახევარდაცვა. კარგით ბიჭებო, შეგიძლიათ წახვიდეთ. შემდეგი, ორეშნიკა და კუკოლკა. თქვენ ჩავაბარეთ? ჯერ არავის არ ჩაუბარებია. მიდით, შემდეგები შემოიყვანეთ. ნახვამდის. ეს გაიგონე დიმა? ექიმა თქვა რომ მე ამერიკაში წავა. რა თქმა უნდა, მან თქვა რომ მე ვარ შესაფერისი. აბა რა როგორი იყო? რა ხდება? რა მოხდა? სპორტსმენი, კუკოლკინა და ორეშკინა, შედით. ბავშვებო, საერთოდ არ ნერვიულობ. ნასტია, წარმატებები. არა, მე აცრის გარეშე ვარ. ლეილა, ყველაფერი გაკეთებული მაქვს. ხო, კარგი, მიდი. გამარჯობა.
უკოლკინა, რაღაც ფერმკრთალი ხარ. უკოლკინა, გაქვს ყველაც რა გაკეთებული. ექიმო, ჩუტყვავილისაც რა არ აქვს გაკეთებული. მაშინ აზრი არ აქვს მის შემოწმებას. ორეშკინა, სიმაღლე და წონა. 165 სანტიმეტრი და წონა 54 კილოგრამი. რა? შენ, ადექი? მოდი აქ, მეტრა და 40 ხარ სიმაღლეში, მეტი კი არა. რა? რას გულისხმობ? იმას გულისხმობ, რაც ექიმო გვეთ, დამშვიდდით. ექიმო ფაუსტ, იტყუება. ჩემი მეტრა და 30 პლუს ამის 5 სანტიმეტრი გამოდის მეტრა და 35 სანტიმეტრი. ამიტომ გამოდის რომ იტყუება. მის მინდა შეიძლება შენ მეტრა 30 ხარ, მაგრამ მე მეტრა 60 ვარ. ექიმო გვეთ, ამას ჩვენ შევამოწმებთ. მიდი, არ ვენდობი, მატყუ არა. არაფერი არ მაქვს შენთვის დასამტკიცებელი. იმედია ნასწია იმედებს არ ხო, ის გაგუწევს. შესაფერისია. მეც ჩავაბარებდი, მაგრამ მარიუსამ საშუალება არ მომცა. რა ცუდია რომ არტემი ავადა და აუცილებლად ჩავაბარებდი. ხო, ძალიან გამხდარია. აბარა მოხდა ჩავაბარეთ? ეს ექიმები საერთოდ გიჟები არიან. ისინი, ის დაბალია იძახის რომ მე 135 სანტიმეტრი ვარ, მაგრამ სინამდვილეში ვარ 160 სანტიმეტრი. გასაგებია, ხო, კარგი, დამშვიდი ნასტია. გიჟია და ისიც მას უსმენს. ეს ამერიკელი ხალხი. ნასტია მუთხრა რომ მაც რა არ მაქვს. რა? როგორ გაბედა? მეცხრია, თქვენ ძალიან დაგერხათ. ექიმო გვეთ, როგორი შეშლილი სკოლა. დიახ, ექიმო ფაუსტ, ეს ბოლო გოგოები ნახე? ის დაბალია, მაგრამ დიდგულზეა და ამ კუკოლკინაზე საერთოდ რა სიტყვით? ვინ გონია თავისთავი? საბოლოოც რაც კი არ აქვს გაკეთებული. გეთანხმებით, მაგრამ ბონდარენკო და ლიზუნენკო უნდა წავიყვანოთ ჩვენთან ერთად. რა თქმა უნდა, ექიმო, როგორც თქვენ იტყვით. გაჩუნდით! კარგი, ჩვენ გადავწყვიტეთ და ლიზუნენკოს და ბონდარენკოს შეუძლიათ ბანაკში გაფრენა. მაგარია ექიმო, როდისაა ჩვენი ფრენა? ხვალ 8 საათზე აეროპორტში შევხვდით. არტემ, წავედით, ჩანთები ჩავალა, ხო, ამ შანსს ვერ დავკარგავ. დიმა და მე აქ მტოვებ? დიანა, არ ინერვიულო, მაგრიც გამოგიგზავნით დისნეილენდიდან. დიმა, წავედით, შენ ამერიკელ გოგოს შეხვდები, წავედით. დიმა, რა თქვი? რა მოღალატე ხარ? კარგი, გაუშვი, ორივე მოღალატეები არიან. ხო, ნასტია, დიმას და არტემის გამო არ უნდა ვიტიროთ. ხო, წადით. ბანაკში, საერთოდ აღარ გჭირდებით.